მეხუთე ფინალი საბა კობახიძე, ნულაური 74 კილოგრამი და გიორგი ვიგვალა თბილისი. ვიგვალა შავშან მოვეწყის მეზიორი იყო ზედა თამაში 79-ში. წითელი ფორმით არის კობახიძე. ორი ამბლაუველი იქნება ზედიზეთ ფინალებში კობახიძე და შემდეგ შავშანელი ჩემპიონი გიორგი მოგრიჭიანი. თბილისელებს ვიგვალას გარდა ფინალში წარადგენს თეიმურაზ ქუჩკიანი. Ულუჩ მოუწოდებენ აქტივობისკენ შესაბამისად აქ მოსალოდნელია რომ 30 წამს შეუთავენ ვიგვალას. აქტივობა თბილისელის იყო, არ ჩაუთვლიან ჯერ საჯარიმოდ რომ მე მგონი დღევანდელი ფინალებიდან ჯერჯერობით ყველაზე უფრო ინტერესოს ვადევნებ თვალს. უთხწუთ ნახევარი წინა გვაქვს. ბატონო დრო ბევრი არის. ბატონო ჩაუთეს 1-0 გახდება ხილის სასაგებთან გავიშთო 30 წამში ვიგვალა მილიტარიაში ასვლა. მესამე ადგილზე გორელები გავიდნენ ლაშა გოქშელიძე და ლუკა მანიშვილი. გავიდა ეს 30 წამი და შესაბამისად ერთი ქულა მიიღო კობახიძემ, თორემ სხვა მეტი მნიშვნელოვანი და საინტერესო არაფერი მოხდა რაც 30 წამში და არც იმის გარეთ. პირველი პერიოდის დასრულებამდე რჩება 50 წამი. დრო საკმაო არის. ახლა რამდენად მოინდომებენ ესენი. ახლა თითქოს მოინდომა კობახიძე, მაგრამ ვერა. ეხლა ცოტათი უფრო აქტივობაშია ვიგვალა, მაგრამ იქ ერთ-ერთი რაღაც ყვა 34 წამი დაგჭერ თითქოს კობახიძე. უცობზე ბოლო პირველ პერიოდის ბოლო წამებზე გამოცხოცხდა ორივე და საბოლოოდ ეს აქტივობა მომხრივი დამთავრდა იმით, რომ პირველი ხალისიდან გავიდა ვიგვალა კობახიძემ დაიმატა კიდევ ერთი ქულა 2-0 და პირველი ნახევარი საქმე დასრულდება. ვადიმერ გამყრელიძე სეგუნდანტობს ხა თავის თანაკალაკელს ჩვენი ეროვნული ნაკრების წევრი კობახიძე წინ არის 2-0. მეორე ნახევარში აღწევს მკვეთრ აქტივობასაც ველით. პირველ რიგში ვიგვალას ხვინა.
ისე მიდის საქმე რომ კობახიძეს შეუთავენ იმ საჯარო 30 წამს მალევე კი ბატონო ახლა მოხდება და გება აი გიორა შანსი ექიმი დაჭირდა იქამდე თბილისში პაუზა რიგოვა ისედაც სახვევით გამოვიდა სწორედ აი ეს სახვევი მოწურა მას და ამას უფიქსირებს ახლა ექიმი ჯერჯერობით კი პირველი პერიოდის შემდეგ მეორე პერიოდში ცანგარში გახლავთ 2-0 კობახიძის სასარგებლოდ. კობახიძესაც დაშირდა ექიმი. მაგრამ კობახიძეს რაღაც უნიშნელა. ხო, 30-ი არ ჩაუთავ ჯერ. აქტიური შეტევები კი ვიხილეთ, თუმცა არაილეთი და ნახოთ აქედან თუ შეძლებს რომელიმე გადაყვანა საილეთად. და ამასობაში უკვე ურთავენ კობახიძეს. 30-იან საჯარიმოს. ზუსტად 2 წუთი დაგვრჩა. მოვიწევთ 30-წამიანი როის გასვლის შემდეგ. შეშეუტია კობახიძეს შანსი ფულებითაც საჯმა 2-0 აჩვენა, ანუ ჩაიყვანა საყვანა ვიმარა გავიდა ხალეჩიდან, ჩოქჩეში მოხდა 4-1. თავად საჯიდა გვერდსაჯი დაეთანხმენ 4-1 კობახიძის სასარგებლოდ. დაგვრჩა წუთი და 23 წამი. რიგოვა ვერაფერს ვერ ახერხებს რომ გააქტიურდეს და რაღაც სიახლეს შეთავაზოს მოკეთეს პირიქით აქ ახლა კიდე ხელისარგებლა კობახიძემ მისი შეცდომით ის დაიჭირა მოძრაობაზე და უკვე 6-1 გახლავთ ანგარიში ამბროლაურელი სპორტსმენის სასარგებლოდ საბა კობახიძის სასარგებლოდ შანსი ჰქონდა კობახიძეს, თუმცა ამჯერად ვერ მოახერხა მეტოქის დაფიქსირება და ჩაყვანა დაბლა. ამასობაში 37 წამი რჩება შეხვედრის დასრულებამდე 6-1 ხუთქულიანი უპირატესობა აქვს რაჭველ ფალავანს. თითქოს წამოღებასა და რიგოვა, მაგრამ არაფერი გამოვიდა ამითი. ხუთმეტი წამი დასრულებამდე რიგოვა თითქოს არ ეგუება ბედს, მაგრამ არაფერი გამოდის ფაქტია და 7.6 წამი ანგარიში კი 6-1 საბა კობახიძის სასარგებლოდ. როგორც ჩანს, ძალიან ცოტა რჩება იქამდე, რომ რაჭველ ფალავანს მიულოცოთ ჩემპიონობა და ეს იქნება თვითონ რიგოვამ მიულოცოთ. კი ბატონო. პირველი ოქრო ამბროლაურისთვის. შემდეგი ფინალი იქნება ასეთი, კიდევ ერთი ამბროლაურელი შავშანძელი ჩემპიონი გიორგი გუგიჩიანი იჭიდებს სამტრედიელი ულთარ რადეიშვილის წინააღმდეგ.
მესამე ადგილები იქ 79 კილოგრამში მომდევნო ზონაში მოიპოვეს დავით ჭეჭელაშვილმა გორი და ლუკა მარგველიძემ ამბოლოვი. ახლა დაჯილდოება 70 კილოგრამის გოგა უთინაშვილი, ლუკა გუგეშაშვილი, არსენ კვარაცხელია და მათე ცინაძე მიიღებენ მედლებს.